კრიმინალური საქმეებისა და საიდუმლოებების უმეტების უმეტესობაში ამოხსნა ყველაზე აშკარა პასუხებიდან ერთ-ერთია. მაგრამ არსებობს ბევრი შემთხვევა, როცა მოულოდნელი შემოbrunებები ხდება. იქნება ეს მოულოდნელი დამნაშავეები თუ გასაკვირი მოტივები. ნომერი 10. როცა ბერტი ზარაფხანიდან 59 ოქროს ზოდი მოიბარეს, პოლიციას დიდხანს არ დასჭირვებია, რომ 3 დამნაშავე ან დანაშაულისთვის ციხეში ჩაესვა. 10 წლეულების შემდეგ მამაკაცები გაამართლეს შოკის მომგრელი აღიარების შემდეგ. 1982 წლის 22 ივნის სამმა მამაკაცმა ბერთის ზარაფხანაში დარეგა ოქროს შესაკვეთად. მათ თავი გააცნეს როგორც Bob Fryery, Mr. Eorki და Mr. Blackwoody. იმავე დღეს სამი მცველი ბერთის ზარაფხანაში ჯავშან მანქანებით მივიდა ზოდების ასაღებად. თითოეულმა მათგანმა გადაიხადა შემნახო სასესხო საზოგადოების ჩეკით და მათ ნება დართეს ოქრო წაეღოთ. მეორე დღეს ზარაფხანა ჩეკების განახდებას შეეცადა. მხოლოდ მაშინ აღმოაჩინეს, რომ ჩეკები მოპარული იყო და ფული არ არსებობდა. იმ დროს ოქროს ღირებულება დაახლოებით 653,000 ავსტრალიური დოლარი იყო, რაც დღევანდელი ფულით დაახლოებით 6,400,000-ია. პოლიცია დიდ ზეწოლას განიცდიდა, რომ ეპოვათ დამნაშავეები და დაებრუნებინათ დაკარგული ქონება. რამდენიმე კვირის შემდეგ გამოძიება სამ ძმაზე, Ray, Peter და Brian Mickelbergებს ეკონცენტრირდა. Peteri პირველი დააკავეს და დაგითხეს. მისი თქმით, მასზე ფიზიკურად იძალდეს და ცუდად მოექცნენ დამკავებელი პოლიციელები, მაგრამ მან არც ერთ აღიარებით ჩვენებას ხელი არ მოაწერა. მაგრამ პოლიციამ განაცხადა, რომ მან მაინც მოაწერა ხელი აღიარებით ჩვენებას, რომელიც მის ორ ძმასაც ამხილავდა. მიკელბერგების სახლში ჩატარებული ჩხრეკისას იპოვეს ვერცხლისა და ოქროს დიდი რაოდენობა იატაკის ქვეშ. 11 მათგანი არ იყო მოპარული ზარაფხანიდან და ძმებს ჰქონდა დოკუმენტაცია, რომ ისინი იყვნენ კანონიერი მფლობელები, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მთავარი მტკიცებულება ერთ-ერთ ჩეკზე იპოვეს, საიდანაც პოლიციამ რეი მიკელბერგის ანაბეჭდი ამოიღო. სამივე ძმამ უარყო დანაშაულზე პასუხისგებლობა, მაგრამ 1993 წელს ისინი დანაშავედს ცნეს ბინაში შეჭრაში, განზრახ ცეცხლის გაჩენაში და თაღლითობაში. იმ ფაქტმა, რომ არც ერთმა არ გაამხილა მოპარული ოქროს ადგილმდებარეობა, მოსამართლე წაახალისა, რომ მათთვის მკაცრი სასჯელი მიესაჯა 20-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. შემდეგი 20 წლის განმავლობაში ძმები არაერთხელ ასაჩივრებდნენ მათ განაჩენს. Brian-მა გარკვეული წარმატება მოიპოვა. ის მხოლოდ ზოგიერთი ბრალდებით იყო მსჯავრდებული და მისი სასჯელი 1 წელზე ნაკლებად შეუმცირეს. თუმცა გათავისუფლებიდან მალევე ის ავიაკატასტროფაში დაიღუპა. მაგრამ რეი და პიტერი ვერაფერს მიაღწიეს და ციხეში დარჩნენ. საქმეში უცნაური განვითარება 1989 წელს მოხდა. ტელევიზიის რეპორტიორს გაუგზავნეს ოქროს ზოდი და წერილი, რომელშიც ეწერა: მიკელბერგები უდანაშაულონი არიან და ციხეში იხსნებიან. დადასტურდა, რომ ზოდი სწორედ ზარაფხანის ძარცვიდან იყო მოპარული. 3 თვის შემდეგ დაკარგული ოქროს კიდევ ერთი ნაწილი აღმოაჩინეს. თან ახლდა კიდევ ერთი წერილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ ძმებს ბრალი ტყუილად დასდეს. ამის მიუხედავად, რეი და პიტერი კვლავ ციხეში დარჩნენ. მხოლოდ 2002 წელს გაერგვა სიმართლე. დაპატიმრებაში მონაწილე ოფიცერმა თონი ლევანდოვსკიმ აღიარა, რომ ძმები სინამდვილეში ცუ ბრალდებით დააპატიმრეს. პეტრი ფიზიკურად გაუსწორდნენ და აღიარებითი ჩვენება მისმა დამაპატიმრებელმა ოფიცერმა დაწერეს. ამ აღიარების შემდეგ Ray და Peteri საბოლოოდ გაათავისუფლეს ციხიდან, ხოლო Brian-ი სიკვდილის შემდეგ გაამართლეს. მათ კომპენსაციის სახით $500,000 მიიღეს, მაგრამ რეალურად ძარცვაზე პასუხისმგებელი პირები არასდროს დაუკავებიათ და საქმე ოფიციალურად მოუგვარებელი დარჩა. ნომერი 9. 1970 წლის მაისში ონტარიოში კანადაში მცხოვრები ორ ქალს ერთმანეთიდან 13 დღის ინტერვალით დაესხმენ თავს. ისინი ძალიან გავდნენ ერთმანეთს. ორივე იყო მედდა და ახალგაზრდა დედა, ორივე დაქორწინებული იყო მასწავლებელზე და ორივეს თავს დაესხა ერთი და იგივე ადამიანი. თითქმის 30 წელი გავიდა, სანამ დამნაშავე ციხეში აღმოჩნდებოდა. პირველი მსხვერპლი იყო Doreen Morby, რომელსაც 1970 წლის 6 მაისს გორმლიში საკუთარ სახლში დაესხნენ თავს. როცა მისი ქმარი სამსახურიდან სახლში დაბრუნდა, დორინის ცხედარი საძინებლის იატაკზე იპოვა. მას რამდენჯერმე ესტროლეს 22 კალიბრის ტყვიებით. მათი ჩვილი ვაჟიშვილი ოთახში იყო, მაგრამ მას არაფერი დაშავებია. საქმე შოკში ჩააგდო სოფლის საზოგადოება, სადაც მორბები ცხოვრობდნენ, მაგრამ ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდებოდა. მხოლოდ 13 დღის შემდეგ ვიღაცამ დააგაკუნა Helen Fergusonis კარზე, რომელიც პალგრეივში ცხოვრობდა. ის სახლში იყო და უვლიდა თავის 9 წლის შვილს, რომელიც ავადმყოფობის გამო სკოლაში არ წასულა. Helenმა თავის შვილს უთხრა, რომ ოთახში დარჩენილიყო და რომ ვიღაცას მათი ტელეფონის გამოყენება სჭირდებოდა. ცოტა ხანში მან გაიგონა ხმა, რომელიც Fireworks გავდა. ჩავიდა ქვემოთ, რომ გაეგო რა ხდებოდა და იპოვა ჰელენის სხეული იატაკზე და კაცი, რომელსაც არ იცნობდა, სახლიდან გადიოდა. დანაშაულის ადგილზე იგივე ტყვიები იპოვეს და DNA-ის მტკიცებულება მაჩვენა, რომ ორივე დანაშაულზე ერთი და იგივე კაცი იყო პასუხისმგებელი. დაიწყო ინტენსიური გამოძიება. ჰელენის ვაჟმა პოლიციას დამნაშავის პორტრეტის შედგენაში დახმარება შეძლო, ხოლო პოლიცია კარდაკარ დადიოდა და ინფორმაციას აგროვებდა.
ერთ მომენტში მათ ეგონათ, რომ დამნაშავე იპოვეს. ეს იყო კაცი, რომელიც აგრესიული ქცევით იყო ცნობილი და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმყოფებოდა. შეტევები თითქოს შეწყდა მას შემდეგ, რაც ის საავადმყოფოში მოათავსეს და დანაშაული მის შესაძლებლობებს არ აღემატებოდა. მაგრამ სასამართლომ დაადგინა, რომ ის არ იყო სასამართლოს წინაშე წარსადგომად საკმარისად ქმედუნარიანი, ამიტომ საქმე გაუხსნელი დარჩა. წლების შემდეგ, როცა დნმ-ის ანალიზის მეთოდები დაიხვეწა, დანაშაულის ადგილას ნაპოვნი მტკიცებულებები შეადარეს ეჯუმიტანილის დნმ-ს და დადასტურდა, რომ ეს კაცი არ იყო პასუხისმგებელი დორინსა და ჰელენის სიცოცხლის წართმევაზე. შემდეგი გარღვევა მხოლოდ 1999 წელს მოხდა. Ronald Glenn Westy ჰოპინი პოლიციელი იყო, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საწყის გამოძიებაში, თუმცა მალევე დატოვა ონტარიო. 1995 წელს დაბრუნების შემდეგ მან დაიწყო ძარცვების სერია, რაც საბოლოოდ დასრულდა 8 წლიანი სასჯელით ციხეში. როცა ის ციხეში იყო, მისმა ოჯახმა გატიდა მისი სახლი. ახალმა მფლობელებმა სახლის რემონტისას ერთ-ერთი აბაზანის კედლებში რაღაც დამალული აღმოაჩინეს. მათ იპოვეს ტროფეები, რომლებიც უესტის ძარცვის მსხვერპლთაგან იყო აღებული. ესვე იპოვეს იარაღის დოკუმენტაცია, რომელიც ემთხვეოდა 1970 წლის დანაშაულებში გამოყენებულ იარაღს. იარაღი იმდენად იშვიათი იყო, რომ ეს ფაქტი გამორჩეული გახდა და პოლიციამ უესტის მიმართ უფრო დეტალური გამოძიება დაიწყო. მისი ძველი სამუშაო გრაფიკის გადახედვისას მათ შეძლეს დაედასტურებინათ, რომ დანაშაულის დროს ის სამსახურში არ იყო. ძველი მეგობრებიც დაადასტურებდნენ, რომ მას ჰქონდა იარაღი, რომელიც დანაშაულში გამოყენებულ იარაღს ემთხვეოდა. პოლიციამ დნმ აიღო წერილიდან, რომელიც უესტმა ციხიდან თავის ყოფილ ცოლს გაუგზავნა. დრემ ემთხვეოდა და უესტმა აღიარა დანაშაულები, რითაც საბოლოოდ დასრულდა 10 წლეულების განმავლობაში არსებული საიდუმლო. ნომერ 8. 2007 წლის 10 ივნისს ეიმი სტაუტმა 911-ზე დარეკა და დახმარება სთხოვა თავისი ქმრისთვის. როცა დახმარება მივიდა, მათ აღმოაჩინეს, რომ ბილ სტაუტი უკვე გარდაცვლილი იყო და ანის მიერ მოცემული დროის ხაზი არ ემთხვეოდა რეალობას. თავდაპირველად მარტივ საქმეს გავდა, მაგრამ როცა პოლიციამ მოტივის გამოძიება დაიწყო, საქმე უცნაურად შემოტრიალდა. თავდაპირველად ანი ამტკიცებდა, რომ ქმარი მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც სახლში დაბრუნდა პატარა შვილთან ერთად საედლებიდან. მას თავში ტყუის ჭრილობა ჰქონდა, მაგრამ შემთხვევის ადგილზე გამოყენებული იარაღი არსად ჩანდა. ანის თქმით, როდესაც იმ დილით სახლიდან გავიდა, მისი ქმარი სრულიად კარგად იყო. მაგრამ აუთოპსიამ აჩვენა, რომ ბილი გაცილებით ადრე იყო გარდაცვლილი, ვიდრე ანის საყიდლებზე გასასვლელად სახლიდან გავიდოდა. სინამდვილეში ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ ვიღაცა მას მაშინ შეუდია, როცა იმ ღამით ეძინა. იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ანი ამტკიცებდა, მასთან ერთად ერთ საწოლში ეძინა, ეს მის მონათხრობზე კითხვებს აჩენდა. მათი შვილიც ადასტურებდა, რომ მამა წინადრიდან აღარ ენახა. დანაშაულში გამოყენებული ტყვია ემთხვეოდა იმ ტყვიას, რომელიც ბილის იარაღიდან გამოვიდოდა. ეს იყო იარაღი, რომელიც რამდენიმე დღით ადრე დაკარგულად იყო გამოცხადებული, მაგრამ როცა პოლიციამ სტაუტების ოჯახში ჩხრეკა ჩაატარა, იარაღი ბილის მოტოციკლის ბარგის ჩანტაში, წყვილის გარაჟში აღმოაჩინეს. ასევე იპოვეს ქელთათმანის სარეცხის კალათაში, რომლის გარეთ მხარეს ნარჩენები იყო, რაც მიუთითებდა, რომ გასროლისას იარაღის დასაჭერად იყო გამოყენებული. ენის ნემ ხელთათმანის შიგნით აღმოაჩინეს და ეს საქმე თითქოს თავიდანვე აშკარა და ადვილად გადასაწყვეტი ჩანდა. და როცა პოლიციამ მოტივის ძებნა დაიწყო, ისიც სწრაფად იპოვეს. სტაუტების ოჯახს უამრავი ელფოსთა ჰქონდა მიღებული ქალისგან, სახელად ბარბარა მილერი. ბარბარა ბილის ყოფილი შეყვარებული იყო, მაგრამ ცოტა ხნის წინ მასთან მოკლეხმიანი რომანი ჰქონდა. ეხლა ის ამტკიცებდა, რომ ბილის შვილზე იყო ორსულად და ბილსა და დანარჩენ ოჯახს შევიწროების მიზნით ელფოსტებსა და წერილებს უგზავნიდა. როგორც ჩანს, ამან ენი საბოლოოდ გააგიჟა და დაარწმუნა, რომ ქმრის სიცოცხლე წაერთმია. მაგრამ ციფრული მტკიცებულებების უფრო დეტალურმა შესწავლამ უცნაური მოულოდნელობა გამოავლინა. ელექტრონული პოსტის მისამართები, რომლებითაც ბარბარა მილერის სახელით იგზავნებოდა წერილები, ანის კომპიუტერზე იყო შექმნილი. მან მთელი შევიწროება თავად დაგეგმა, რათა ბილი დაემცირებინა და შესაძლოა ბარბარა ნამდვილ დამნაშავედ წარმოეჩინა. თუ მეორე ქალისთვის დანაშაულის დაბრალებას ცდილობდნენ, ეს არ გამოუვიდათ. ბარბარა დააკავეს სულ რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ბილმა სიცოცხლე დაკარგა და თითქმის ზუსტად 1 წლის შემდეგ დამნაშავედ ცნეს. ის დაჩენილ სიცოცხლეს გისოცხლეს მიღმა გაატარებს, მაშინ როცა მისი ოჯახი ცდილობს გაარკვიოს, როგორ გააგრძელოს ცხოვრება მის გარეშე ან ბილის გარეშე. ნომერ 7. როდესაც ოკლაჰომელი ხელოვნების რეგისტრატორი პირველად მიხვდა, რომ მას გამოგზავნილ ნახატების პაკეტში რაღაც უცნაური იყო, ვერასდროს წარმოიდგენდა, რა უცნაურ საიდუმლოს აეხდებოდა ფარდა, ან როგორი იქნებოდა მისი დასასრული. პირველად როცა ვინმე მარკ ლანდისთან დაკავშირებით რაიმე საეჭვო შენიშნა, ეს დაახლოებით 2008 წელს მოხდა. ეს მაშინ მოხდა, როცა მან ოკლაჰომა სიტის მუზეუმში შევიდა და მუზეუმს ლუი ველტადის აკვარელი გადასცა. იმ დროს მან თავისი ნამდვილი სახელი არ უთქვამს, მაგრამ მოყვა ამბავი იმის შესახებ, რომ მუზეუმისთვის ხელოვნების ნამუშევრის შეწირვა სურდა. ეს იყო ერთ-ერთი იმ მრავალ ისტორიათაგან, რომელიც მან მანამდე არაერთხელ მოყვა. მუზეუმმა მიიღო ნახატი და გალერეაში გამოფინა. მალე მათ მიიღეს პოსტით კიდევ 5 ნახატი. პაკეტზე ეწერა, რომ ეს იყო პაულ სენეკისა და სტენისლავ ლეპინის ნამუშევრები.
ეს სახელები ხელოვნების სამყაროში შედარებით ცნობილი იყო, მაგრამ არც ისე მნიშვნელოვანი, რომ ვინმეს მათი შეწირვა გასაკვირი ყოფილიყო. რეგისტრატორმა მეტ ლაინინგერმა ერთ-ერთ ნახატზე კვლევა ჩაატარა და აღმოაჩინა პრეს რელიზი სავანას ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯიდან, სადაც კოლეჯი აცხადებდა, რომ მათთვის ზუსტად იგივე ნახატი მამაკაცმა სახელად მარკ ლანდისმა შესწირა. მან კიდევ ერთი ნახატი გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ სენტ-ლუისის თანამედროვე ხელოვნების უნივერსიტეტს ამ ნახატზე პრეს რელიზი ჰქონდა გამოქვეყნებული და კვლავაც მარკ ლანდისმა შესწირა ის. ლაინინგერმა დაიწყო უფრო ღრმად კვლევა და გამოძიების პროცესში, სხვა მუზეუმების რეგისტრატორებიც მივიდნენ მასთან იგივე ისტორიით. მარკ ლანდისი მთელ შეერთებულ შტატებში მუზეუმებისთვის ნახატებს იღებდა. მათგან უმეტესობა, როგორც ამბობდნენ, იმავე დონის მხატვრობისგან იყო, მაგრამ რამდენიმე მათგანი ცნობილი სახელებიც იყო, მაგალითად პიკასო. ზოგ შემთხვევაში ის აცხადებდა, რომ იეზუიტი მღვდელი იყო, ან სხვა სახელს ასახელებდა. მაგრამ სხვადასხვა მუზეუმებმა შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ ეს ერთი და იგივე ადამიანი იყო. სურათების თვითონ გამოკვლევ რომ დაამტკიცა, რომ ყველა მათგანი ხალბი იყო. მაგრამ ლანდისი ხელოვნების ოსტატი გამხალბებელი არ იყო. ერთი შეხედვით ნახატები დასრულებული იყო, დეტალები სწორად იყო შესრულებული და ისინი კარგი ასლები იყო. მაგრამ ლანდისი ნახატების შესაქმნელად სპეციალურ მასალებს არ იყენებდა. მან ასლეულების სინამდვილე ესკიზები თანამედროვე ქაღალდზე შექმნა და ნამუშევრები ყავის ლაქებითა და ჩარჩოების გახეხვით დააბერა. ზოგიერთ ნახატზე პიქსელები და ნიმუშები ჩანდა, რაც მიუთითებდა, რომ ორიგინალი ნამუშევარი ფოტოკოპირებული იყო, სანამ მასზე გადახატავდნენ. მარკ ლანდისის შემთხვევა განსაკუთრებით შოკისმომგვრელი იყო იმით, რომ რეალურად დანაშაული არ ჩაუდენია. მან არასდროს გაუყიდია თავისი ფალსიფიკაციები და არც საგადასახადო შეღავათები მოუთხოვია თავისი შემოწირულობებისთვის. მან უბრალოდ საკუთარი ხელოვნების ნიმუშები აჩუქა მუზეუმებს, რომლებმაც შემდეგ სათანადო სიფრთხილე არ გამოიჩინეს ნამუშევრების შემოწმებისას. Number 6. ხელისუფლებამ გააცნობიერა, რომ ზოეჟუ დაკარგული იყო, როდესაც მისი ქალიშვილი სიდნეის საავადმყოფოს გარეთ მიტოვებული იპოვეს. პოლიციას დიდხანს არ დასჭირვებია ეჭმიტანილის პოვნა მის გაუჩინარებაში, მაგრამ ის ამბავი, რაც მას უთხრეს, არავინ მოელოდა. ზოე ახალგაზრდა IT სპეციალისტი იყო, რომელიც 2003 წლის ნოემბერში სიდნეიში ცხოვრობდა. ბოლოდ ის ვიდეო კამერაზე დააფიქსირეს, როცა საშუალო ასაკის მამაკაცთან ერთად მიდიოდა და თავის შვილს საბავშვო ეტლით მიაგორებდა. მას შემდეგ, რაც მამაკაცის ფოტოები გავცელდა, მაიკლ უოლესი თავად გამოცხადა და თქვა, რომ კადრებში ის იყო. უოლესმა განაცხადა, რომ ზოის კარგი მეგობარია, მაგრამ არ ჰქონდა წარმოდგენა სად იყო ის. პოლიციას ეს ამბავი არ დაუჯერებია, მაგრამ არ არსებობდა მტკიცებულება, რომ მას რაიმე კავშირი ჰქონდა მის გაუჩინარებასთან. 4 თვის შემდეგ მათ მიიღეს საჯარო მტკიცებულება. უოლესის ერთ-ერთმა ნაცნობმა მათთან მივიდა ინფორმაციით. მან სთხოვა კაცს დახმარება ზოის მანქანის მოცილებაში და ახალ სურდა მისი ნეშტის გადატანა. ინფორმატორის თქმით, უოლესმა ზოის სიცოცხლე 19 ნოემბერს წაართვა, შემდეგ კი მისი სხეული ბუჩქნარში დააგდო. მაგრამ ეხლა მას სურდა მისი ნეშტი ზღვაში გადაიტანა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ისინი აღარასოდეს იპოვიდნენ. მან დათანხმდა გეგმაში მონაწილეობას, მაგრამ პოლიცია გააფრთხილა ამ ნაბიჯის შესახებ. უოლესი ჩაუსაფრდნენ, როცა ზოის ნეშტით მანქანის უკანა ნაწილში მგზავრობდა. ეხლა როცა ფაქტზე დააკავეს, უოლესმა პოლიციას თავისი ვერსია უამბო. ის ზოის ხვდებოდა, მაგრამ ზოი ასევე ურთიერთობაში იყო სხვა მამაკაცთან, რომელიც უკვე დაქორწინებული იყო. უოლესის თქმით, ზოი მას ფული მისცა, რომ საყვარლის ცოლი მოეკლა. უოლესმა ფული აიღო, მაგრამ კვლელობა არ ჩაუდენია. მან განაცხადა, რომ აპირებდა მისულიყო იმ კაცთან და ფული გამოეთხოვა იმისთვის, რომ ზოი მოეკლა. ეს გეგმა შეიცვალა, როცა ზოიმ უოლეს დაშორდა. მან განაცხადა, რომ არაფერი ახსოვდა, მაგრამ ალბათ აიღო იარაღი იმ ჩანთიდან, რომელსაც ატარებდა და ესტროლა ზოის, როცა მანქანაში ისხდნენ. ეს იყო შოკისმომგვრელი ამბავი, რომელმაც მედიის ყურადღება მიიპყრო. მაგრამ სასმარტფონში მოსამართლემ განაცხადა, რომ ეჭვგარეშე ვერ დამტკიცდა, რომ ზოის ჰქონდა განზრახვა, მოეკლა ის ქალი. მისმა საყვარელმა, მისი შვილის მამამ, განაცხადა, რომ ის და მისი ცოლი ღია ურთიერთობაში იყვნენ. მან ზოი არ ქალად მოიხსენია და თქვა, რომ უოლესი ცდილობდა მისი ხსოვნა შეელახა, როცა ის იქ არ იყო, რომ თავი დაეცვა. უოლესი დამნაშავედ ცნეს ზოის სიცოცხლის სარწმევაში და მიუსაჯეს 20 წელი მაღალი უსაფრთხოების ციხეში, მაგრამ მოგვიანებით 2019 წელს მხოლოდ 15 წლის შემდეგ გაათავისუფლეს. Number 5. 2016 წლის მაისში ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ და ადგილობრივმა პოლიციამ ამი ოლვაინს და მის ქმარს აცნობეს, რომ ვიღაცა ცდილობდა ემის მოსაკლავად ქირით მკურელის დაქირავებას. მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ მისმა ქმარმა მისი ცხედარი იპოვა. დანაშაულის გამოძიებამ უცნაური და ბნელი შეთქმულება გამოავლინა. ემი და სტივენ ალვაინები მოსიყვარულეც გველი ჩანდა, რომლებიც მინესოტას კოტეჯ გროვში მჭიდრო ეკლესიური საზოგადოების ნაწილი იყვნენ. ემი ძაღლების მწვრთნელად მუშაობდა და არ არსებობდა არანაირი მიზეზი, რატო უნდა სტომოდა ვინმეს მისთვის ზიანის მირენება. ამიტომ შოკისმომგვრელი იყო, როცა ფედერალური საგამოძიებო ბიურო მათ სახლში მივიდა და რაღაცის აღმოჩენა გაამხილა.
ვიღაცამ ბნელ ქსელში არსებულ საიტზე ცუდომა მოიპოვა, რომელიც ეკუთვნოდა ჯგუფს, რომელიც საკუთარ თავს ბესა მაფიას უწოდებდა. ეს ჯგუფი გადახდას ბიტკოინით იღებდა სანაცვლოდ იმისა, რომ კონკრეტული სამიზნის სიცოცხლე შეეწყვიტათ. მომხმარებელი საკუთარ თავს Dog Day Gods უწოდებდა და სურდა რომ ჯგუფს ემი მოეკლა. კლიენტის თქმით ემი ურთიერთობაში იყო Dog Day God-ის ქმართან, რის გამოც ქმარმა ის მიატოვა. ის ასევე მომხმარებლებს ახდმებდა მომხმარებლის საღლების გაწოხნის ბიზნესიდან. ემის არ ჰქონდა წარმოდგენა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მოთხოვნის ავტორი. მას არასოდეს გაუკეთებია არაფერი მსგავსი იმისა, რასაც აღწერდნენ. სტივენმა იეჭვა, რომ ვიღაცა მისი ცოლი ვიღაცა სხვაში შეეშალა, მაგრამ ეს არ ხსნიდა, რატომ გაუგზავნეს ემის ფოტო დაქირავებულ მკვლელებს. FBI-მ ცხოველს ურჩია, რომ უსაფრთხოების ზომები გაეძლიერებინათ. წამება მაინც გაგრძელდა. ვიღაცა ჯეინი ემის მუქარის შემცველ იმეილებს უგზავნიდა და ეუბნებოდა, რომ თავი დაეზიანებინა, თორემ მის შვილს ცუდი რამ დაემართებოდა. ფიზიკური საფრთხის არანაირი ნიშანი არ იყო და ჩანდა, რომ ბესა მაფიის ვებგვერდი უბრალოდ თაღლითობა იყო. მაგრამ ეს არ ცვლიდა იმ ფაქტს, რომ ვიღაცა სურდა ემი მოეკლა. 2016 წლის 13 ნოემბერს სტივენი სახლში დაბრუნდა შვილთან ერთად საქმეების მოგვარების შემდეგ და ემის ცხედარი იპოვა. იერარი, რომელთაც მას სიცოცხლე წაართვეს, მის მარცხენა ხელს გვერდით ედო და თავიდან ასე ჩანდა, თითქოს ემის თავი მოეკლა. მაგრამ პოლიციას დიდხანს არ დასჭირვებია იმის გასააზრებლად, რომ ასე არ იყო. ემი მემარჯვენე იყო და არც ერთ მის ხელზე არ აღმოჩნდა დენთის კვალი, რაც მიუთითებდა, რომ იარაღი გამოკანებისას მას არ უჭირავს. იატაკზე არსებული ლაქები მიუთითებდა, რომ მისი სხეული გადაადგილებული იყო გარდაცვალებამდე და პოლიციამ დანაშაულის დრო დღის 3 საათზე დაადგინა. სტივენმა სახლი რომ დაეტოვებინა მანამდე. პოლიციამ უფრო დეტალურად შეისწავლა სტივენის ქმედებები ემის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში. კომიტარული მონაცემებმა აჩვენა, რომ სტივენის მოწყობილობებზე განხორციელებული ქმედებები სრულად ემთხვეოდა იმ ურთიერთობებს, რაც Dog Day Gods ჰქონდა ბესა მაფიასთან. ამაში შედიოდა ემის სურათის ჩამოტვირთვაც, სულ რამდენიმე წამით ადრე, სანამ ის კრიმინალებს გაეგზავნებოდა და ბიტკოინის საფულის დეტალების გადაწერაც, რომელიც დანაშაულში გამოიყენეს. სტივენი დააკავეს, მაგრამ მან თავი უდანაშაულოდ ცნო. თუმცა ის დამნაშავედ ცნეს და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს პირობითი გათავისუფლების უფლების გარეშე. ნომერ 4. რუდოლფ რუპის საქმე ერთ-ერთი ყველაზე უცნაური შეცდომით მშავდებულთა საქმეა. 20 წლის შემდეგაც კი თავდაპირველი განაჩენის გამოტანიდან სიმართლე იმის შესახებ რაც მოხდა, კვლავ საიდუმლოდ რჩება. რუპი იყო 52 წლის ფერმერი ობერბაიერნიდან, გერმანიიდან, რომელიც გაუჩინარდა 2001 წლის 13 ოქტომბრის ადრიან დილის საათებში. მან მთელი დღე ბარში დალია, რომელიც მის სახლთან ახლოს რამდენიმე მილში მდებარეობდა და როცა წავიდა, ნასვამი იყო. როცა გათენდა და რუპი ისევ არ დაბრუნდა სახლში, მისი ოჯახი შეშფოთდა. მისმა ცოლმა ჰერმინემ ბარში დარეკა და კითხა, იცოდნენ თუ არა სად იყო ის, მაგრამ მხოლოდ ის უთხრეს, რომ როცა წავიდა, თვითონ მართავდა მანქანას. რუპი იმავე დღეს დაკარგულად გამოაცხადეს და დაიწყო ძებნა. თავდაპირველად პოლიციამ ივარაუდა, რომ შესაძლოა სახლისკენ მიმავალ მოკლე გზაზე ავტოავარია შეემთხვია, მაგრამ გზაზე ავარიის არანაირი კვალი არ იყო და წყალში ძებნამაც ვერაფერი გამოავლინა. შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში პოლიცია რუპის ან მისი მერსედესის ძებნას აგრძელებდა, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ამასობაში გავრცელდა ხმები, რომ რუპის გაუჩინარებაში მისი ოჯახი იყო დამნაშავე. 2 წლის შემდეგ, რაც რუპი გაუჩინარდა, დაკითხვაზე მიიყვანეს მისი ცოლი და 2 ქალიშვილი, ასევე მათიასიც, ერთ-ერთი ქალიშვილის მეგობარი ბიჭი. გრძელი და დამღლელი პროცესის შემდეგ 4-ვე მაღიარა. მაგრამ როცა პოლიცია დაჟინებით კითხავდა, ამბავი რამდენჯერმე შეიცვალა. თავდაპირველად ისინი ამტკიცებდნენ, რომ რუპი კამათის დროს კიბეზე დააგდეს და სიცოცხლე დაკარგა, მაგრამ დროთა განმავლობაში ამბავი შეიცვალა და გახდა მატიასის მიერ სახლის წინა დერეფანში მოწყობილი ჩასაფრება. შემდეგ ისინი მას ფერმის ცხოველებს აჯამეს, რომ დაემალათ. სახლში არსად აღმოჩნდა დნმ-ის მტკიცებულება, რომელიც ამ ამბავს დაადასტურებდა, მაგრამ პოლიცია ამტკიცებდა, რომ მაინც შესაძლებელი იყო ძალადობრივი დანაშაული მომხდარიყო. იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ ყველა 4 ეჭვმიტანილმა უარყო თავისი აღიარება, მაგრამ სასამართლო პროცესი მაინც გაგრძელდა. მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, ისინი დამნაშავედ ცნეს. რუპის ქალიშვილებმა მხოლოდ 2 წელი გაატარეს ციხეში, მაგრამ მათმა დედამ და მათიასმა 8 წელიწადნახევარი მიუსაჯეს. 2009 წელს განაჩენიდან 4 წლის შემდეგ მუშებმა, რომლებიც ბურგაინთან ახლოს დუნაის დინარეს ასუფთავებდნენ, წყალში 2 მანქანა იპოვეს. ერთ-ერთი რუპის მერსედესად იქნა იდენტიფიცირებული. ეს მხოლოდ მისი მანქანა არ იყო, არამედ მისი ცხედარით შიგნით აღმოჩნდა. ციუმა წყალმა მისი ნეშტი შეინარჩუნა და ზუსტად ვერ დაადგინდა როგორ გარდაიცვალა, მაგრამ აშკარა იყო, რომ აღიარებაში აღწერილი ძალადობრივი ქმედებები არ მომხდარა. 2010 წელს ხელახალი სასამართლო პროცესი დაინიშნა და იმ დროისთვის ჰერმინე და მათიას უკვე გათავისუფლებულები იყვნენ ციხიდან, რადგან სასჯელის 2/3 მოიხადეს.
სასამართლო პროცესი მხოლოდ მათი სახელის გასაცმენდად ჩატარდა, მაგრამ მტკიცებულებების მოსმენის შემდეგაც კი მოსამართლე მაინც დარწმუნებული იყო, რომ რუპების ოჯახიდან ვიღაცამ, სავარაუდოდ რუდოლფი მოკლა. მაგრამ რადგან ვერ დაადგინა ვინ იყო დამნაშავე, ყველა გაამართლეს ამ დანაშაულში და მისი გარდაცვალების ჭეშმარიტი მიზეზი დღემდე უცნობია. Number 3. William Woody's საქმე იმდენად უცნაური და უნიკალურია, რომ თავად თავმჯდომარე მოსამართლემაც ასე დაახასიათა იგი. ეს იყო პირადობის ქურდობის სქემა, რომელიც არაფერს გავდა და ერთ ადამიანს 10 წლეულების განმავლობაში საკუთარი ვინაობა წაართვა. 1980-იანი წლების ბოლოს William Woody ნიუ-მექსიკოს ალბუკერკეში ჰოთ-დოგის ჯიხოში მუშაობდა. მის გვერდით მუშაობდა Matthew Kierancy. ორივე იმ დროს უსახლკარო იყო, მაგრამ რაღაც მიზეზით Kierancy-მა გადაწყვიტა Woody-ს საფულე მოეპარა და მისი სოციალური უსაფრთხოების ნომერი გამოეკანებინა, რომ მართვის მოწმობა აეღო. ორმა მაგაც ერთმანეთი დიდხანს არ უცნობია და მალე ისინი სხვადასხვა გზით წავიდნენ. Kierancy მაინც აგრძელებდა Woods-ის იდენტობის გამოყენებას, იღებდა საკრედო ბარათებსა და სესხებს და დააკავეს რამდენიმე მცირე დანაშაულისთვის, სადაც Woods-ის სახელი დაასახელა. მაგრამ დროთა განმავლობაში ამ ახალმა William Wood-მა შეძლო თავისი ცხოვრების დალაგება. 1994 წელს ის დაქორწინდა William Wood-ის სახელით და წვილს შვილი შეეძინა. მან დაიწყო წარმატებული კარიერა IT სფეროში და საბოლოოდ Iowa-ს უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა. 2019 წლისთვის ის საზოგადოების პატივცემული წევრი იყო და როგორც ჩანს, დანაშაულებრივი წარსული უკან მოიდოვა. მაგრამ სწორედ მაშინ წარსული დაეწია მას. თავდაპირველ Woods ესე არ გაუმართლა. ის სხვადასხვა სამუშაოზე მუშაობდა და უსახლკაროდ დარჩა. წლების განმავლობაში გაიგო, რომ მის სახელზე საკრედიტო ბარათები გამოიტანეს და ცდილობდა მათი დახურვას, მაგრამ უშედეგოდ. 2019 წელს ის კალიფორნიაში ერთ ბანკში მივიდა, რათა დაეხურა ანგარიში, რომელიც მის სახელზე იყო გახსნილი. თუმცა მან ვერ უპასუხა უსაფრთხოების კითხვებს და როდესაც ბანკმა დაურეკა იმ Woods, რომელიც მათ მონაცემებში ჰყავდათ, მან უთხრა, რომ კალიფორნიაში არავის ჰქონდა უფლება მის საბანკო ანგარიშზე ცდომის. ბანკმა ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტს დაურეკა და Woody დააკავეს. მან სცადა აეხსნა, რომ მისი ვინაობა მიითვისეს, მაგრამ Matthew Kierancy-მა ჩვენებაში თქვა, რომ ის იტყუებოდა. Kierancy ამტკიცებდა, რომ ის იყო ნამდვილი Matthew Woody და ეს კაცი ცდილობდა მისი ვინაობის მითვისებას. რადგან Kierancy უფრო პატივცემული იყო, მოსამართლეს უფრო ადვილად სჯეროდა მისი. ნამდვილი Woody ფსიქიკურად არაკომპეტენტურად ცნეს სასამართლოზე წარსადგენად და დაავალეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსება. მან საბოლოოდ იდენტობის ქურდობის ბრალს აშედავა. 428 დღე ციხეში გაატარა და 157 დღე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. თავისუფლებაზე გამოსვლის შემდეგ მან გააგრძელა ბრძოლა საკუთარი ვინაობის დასაბრუნებლად. მან დაუკავშირდა Iowa-ს უნივერსიტეტს, სადაც Kierancy მუშაობდა და იქ ერთმა პოლიციელმა გადაწყვიტა საქმე შეესწავლა. თავდაპირველად მას სურდა დაემტკიცებინა, რომ მისი თანამშრომელი იყო ნამდვილი Woody და ერთხელ და სამუდამოდ დაესრულებინა საქმე. მაგრამ რაც უფრო მეტად იკვლევდა ძველ პოლიციის ჩანაწერებსა და დაბადების მოწმობებს, მით უფრო წმუნდებოდა Woods-ის ისტორიაში. პოლიციის ოფიცერმა შეძლო Woods-ის მამის პოვნა, რომელმაც DNA-ის მტკიცებულება მიაწოდა. როდესაც Kierancy-ის სურათი აჩვენეს, მან განაცხადა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ იყო ეს კაცი. DNA-ის მტკიცებულებისა და Kierancy-ის ისტორიაში არსებული მცირე შეუსაბამობების საფუძველზე ის დააკავეს და ბოლოს ქურდობა აღიარა. 2025 წლის იანვარში მას 12 წლით ფედერალურ ციხეში მიუსაჯეს, ხოლო Woods-ის ადრინდელი მშავრი გაუქმდა. Number 4. 2010 წლის 22 მაისს Sam Hooris მამა შევიდა შვილის სპინაში და შემაშფოთებელი აღმოჩენა გააკეთა. ქალის ნახევრად გახდილი სხეული იწვა Sam-ის საძოლზე, ხოლო Sam-ის კვალი შენობაში არსად იყო. პოლიციას თეორიის შემუშავება დიდხანს არ დასჭირვებია, მაგრამ საქმე მოულოდნელად შემოტრიალდა და ყველაფერი შეიცვალა. დანაშაულის დროს Sam 26 წლის იყო. ის სწავლობდა Orange Coast College-ში და ცხოვრობდა Costa Mesa-ში, კალიფორნიაში. ის კლუბ ძალიან ახლოს იყო თავის მშობლებთან, რომლებიც ანაჰაიმის მახლობლად ცხოვრობდნენ. 21 მაისს Sam უნდა წასულიყო თავის მშობლებთან, მაგრამ ის არ გამოჩენილა. თავდაპირველად მათ ძალიან არ ინერვიულეს. იფიქრეს, რომ გეგმები დაავიწყდა, მაგრამ მეორე დღესაც მისგან ისევ არ იყო არანაირი ხმა. მისმა მშობლებმა სცადეს მასთან დარეკვა, მაგრამ ზარები პირდაპირ ხმოვან ფოსტაზე გადადიოდა. და სწორედ მაშინ მისმა მამამ Costa Mesa-ში იმგზავრა, რომ გაეგო რა ხდებოდა. მაშინ მან Sam-ის საძინებელში ქალის უსიცოცხლო სხეული იპოვა. მას მძიმე თავის ტრავმა ჰქონდა, ნაწილობრივ გახდილი იყო და ზედატანით საწოლზე იცვა. პოლიციას დაუკავშირდნენ და ბინაში ნაპოვნმა ჩანთა მაჩვენა, რომ ქალი იყო Julie Kibwechi. Julie კიდევ ერთი სტუდენტი იყო Orange Coast-ის კოლეჯში და Sam-თან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ორივე დაიჟინა, რომ მათ შორის რომანტიკული ურთიერთობა არ იყო, მაგრამ Sam-ის ბინაში არსებული სცენა მიუთითებდა, რომ Sam-ის მხრიდან რაღაც სახის სურვილი არსებობდა. პოლიციისთვის ასე ჩანდა, თითქოს Sam-მა Julie-ს მას შემდეგ დაესხა თავს, რაც მან მისი რომანტიკული მცდელობა უარყო. შემდეგ ის შემთხვევის ადგილიდან გაექცა, თან წაიღო საფულე და პასპორტი. როცა მან მეზობლებთან ისაუბრა, მათი მონათხრობი თითქოს ამყარებდა ამ თეორიას.
განსაკუთრებით მეზობელმა დანიელ ვოზნიაკმა პოლიციას უთხრა, რომ დანაშაულის შემდეგ დღეს სემი დაინახა, როგორ ჯდებოდა მანქანაში და ამბობდა, რომ ცოტა ხნით მშობლებთან აპირებდა დარჩენას. მაგრამ მოულოდნელი რამ მოხდა ჯულის ავტოპსიის დროს. მან აჩვენა, რომ საძინებელში მთელი სცენა დადგმული იყო. ჯულემ სიცოცხლე რამდენიმე საათით ადრე დაკარგა, სანამ მას ტანსაცმელი გახადეს და საწოლზე დააწვინეს. ვიღაცა სურდა დანაშაულის მოტივი დაეფარა. პოლიცია ჯერ კიდევ სემს ეჩვებდა. მამის დახმარებით მათ შეძლეს მისი საბანკო აქტივობის გადამოწმება და აღმოაჩინეს, რომ ვიღაცა დიდი რაოდენობით ფულს იღებდა ბანკომატიდან ლონგ-ბიჩში. ვიღაცამ ასევე შეუკვეთა პიცა ლონგ-ბიჩის მისამართზე სემის საბანკო ბარათის გამოყენებით. პოლიციამ იმ ადამიანს მიაგნო, ვინც მის ბარათს იყენებ და დაადვინა, რომ ეს იყო თინეიჯერი ბიჭი, რომელიც ბანკომატთან დააგავეს. მან პოლიციას უთხრა, რომ ბარათი სხვა ადამიანმა მისცა და სთხოვა მათთვის ფული გამოეტანა. ეს ადამიანი იყო დეივიდ ვოზნიაკი. პოლიციამ კიდევ ერთხელ ასაუბრა ვოზნიაკს. თავდაპირველად მან განაცხადა, რომ სემს ჯულიზე თავდასხმის დაფარვაში დაეხმარა, მაგრამ როცა პოლიციამ უფრო მეტად დაკითხა, ბოლოს აღიარა. მან სემს სიცოცხლე 21 მაისს წაართვა, შემდეგ კი ჯულის სემის სახლში მიიტყვა და თავს დაესხა. მისი მთელი მოტივი ფინანსური იყო. ის $1000 ვალში იყო და იცოდა, რომ სემს საბრძოლო ანაზღაურებიდან დანაზოგი ჰქონდა. მან ჯულის სიცოცხლე მხოლოდ საკუთარი გვალის დასაფარად წაართვა. ვოზნიაკმა პოლიციას უთხრა, სად დატოვა სემის სხეული და ამბავი დადასტურდა, ის დანაშავედ ცნეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. Number 1. როცა პოლიცია პირველად გამოიძახეს კრისტინ ბენფილდის სახლში, მათ წინაშე საქმე შედარებით მარტივად გამოიყურებოდა. მაგრამ როცა საქმეს უფრო ახლოდან დააკვირდნენ, აშკარა გახდა, რომ არაფერი იყო ისეთი, როგორც ჩანდა. კრისტინ ბენფილდი ცხოვრობდა ჰერონდონში, ვირჯინიაში, თავის მეუღლე ბრენდანთან და მათ პატარა ქალიშვილთან ერთად. მათთან ერთად ცხოვრობდა ასევე ძიძა, ბრაზილიელი ქალი სახელად ჯულიანა მაგალიაესი. გარედან ყველაფერი დადებითად გამოიყურებოდა, ამიტომ 2023 წლის 24 თებერვლის მოვლენები სრულიად მოულოდნელი იყო. პოლიცია გამოიძახეს ბენფილდების რეზიდენციაში, მას შემდეგ რაც ძალადობრივი შეჭრა მოხდა. მაგალიაში შეხვდა გამოძახებაზე მისულ პოლიციელებს გარეთ და აუხსნა რა მოხდა. მან შენიშნა უცნობი მანქანა, რომელიც ბინასთან გაჩერდა, რათა ბენფილდების ქალიშვილს მოგზაურობისთვის ამზადებდა. მან ბრენდენი სახლში გამოიძახა და ერთად შევიდნენ ბინაში, სადაც მთავარ საძინებელში უცნობი კაცი დახვდათ, რომელსაც არც ერთი არ იცნობდა. კაცი კრისტინს თავს ესმოდა, ამიტომ ბრენდენმა მას ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი ცოლს პირველადი დახმარება აღმოუჩინა. როცა დაინახა, რომ ის მოძრაობდა, მაგალიაშმაც ესროლა მას და სიცოცხლე წაართვა. კრისტინს ბასრის არნით მრავალი ჭრილობა ჰქონდა მიღებული და გარდაიცვალა. თავდაპირველად ეს ჩავარდნილ შეჭრას გავდა. შემდეგ პოლიციამ იდუმარი მამაკაცის ვინაობა გამოავლინა. ეს იყო ჯოზეფ რაიანი და თითქოს მას სახლში კრისტინმა დაპატიჟა. ჯოზეფი კრისტინის ტელეფონით ვიღაცას წერდა შეტყობინებებს ერთ ეროტიკულ ვებგვერდზე. მომხმარებელმა ჯოზეფი მიიწვია, რომ ფანტაზია განეხორციელებინათ. თუ ამ ამბავს დაუჯერებთ, ჯოზეფმა გადაწყვიტა, რომ შეთანხმება დაერღვია და კრისტინის სიცოცხლე წაერთვა. როდესაც ოფიცრები უფრო დეტალურად გაეცნდნენ ჯოზეფის წარსულს, ეს ვერსია სულ უფრო ნაკლებად სარწმუნო ჩანდა. ვებგვერდზე გაგზავნილი შეთანხმებების შესწავლისას მათში კრისტინის ხმა არ იგრძნობოდა. პოლიციამ ეჭვი შეიტანა, რომ რაღაცა სხვა ხდებოდა. რამდენიმე თვის შემდეგ ბენფილდების სახლში ჩატარებულმა ჭხრეკამ აჩვენა, რომ მაგალიაში უკვე გადმოსული იყო მთავარ საძინებელში, ხოლო კრისტინის ფოტოები ჩანაცვლებული იყო მისი და ბრენდანის ფოტოებით. მაგალიაში დააკავეს და საბოლოოდ სიმართლე აღიარა. მას ბრენდანთან რომანი რამდენიმე თვე ჰქონდა. ბრენდანს სოლის დატოვება უნდოდა, მაგრამ არ სურდა შვილის მეურვეობა გაეღო ან ფინანსები დაეკარგა. სხველმა კრისტინის მოშორების გეგმა შეიმუშავა. ისინი კრისტინად გაასარეს თავი, რათა ჯოზეფთან შეხვედრა დაეგეგმათ და დაავალეს, რომ ბასრი იარაღი წამოეღო. და როცა ჯოზეფი სახლში მივიდა, ბრენდანმა ცეცხლი გაუხსნა მას, შემდეგ კი ჯოზეფის მოტანილი იარაღი კრისტინაზე თავდასასმელად გამოიყენა. ბრენდანი კვლავ ამტკიცებდა თავის უდანაშაულობას, მაგრამ მაგალიანსმა სასამართლოში ჩვენება მისცა და საბოლოოდ ბრენდანი დამნაშავედ ცნეს. და მას უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო მაგალიანს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. დიდი მადლობა რომ უყურეთ. თუ მოგეწონეთ ეს ვიდეო, აუცილებლად დააჭირეთ მოწონების გილაკს. ასევე არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ არხი და დააჭიროთ შეტყობინების ზარს, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი მომავალი ვიდეოები. მე ვარ Top 5 Unknowns და შემდეგ ვიდეოში ისევ შეგხვდებით.